დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ირანის მაღალჩინოსნებს ომის დასრულების გზებზე ესაუბრებიან. მისი თქმით, ეს პროცესი წარმატებული და კონსტრუქციულია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია, ვინ არის ან არიან მომლაპარაკებლები ისლამური რესპუბლიკის მხრიდან. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მორიგჯერზე აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დაასრულოს ომი, თუმცა ამისთვის თეირანმა სრულად უნდა თქვას უარი ვაშინგტონის რამდენიმე მოთხოვნაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის შენახვაზე. მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკებებს ეძღვნება, მაგრამ ირანთან დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამჯერად კი ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი. მხოლოდ ჩვენი სამხედროების მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოს გამო არიან ისინი სერიოზულები. სურთ საკითხის მოგვარება და ვიმედოვნებ, ამას გავაკეთებთ. ჩვენ ყველაფერი გავანადგურეთ, რისი განადგურებაც შეიძლებოდა. გავანადგურეთ მათი ლიდერები. ჯერ პირველი ჯგუფი ყავდა, რომელიც გაქრა. შემდეგ 88 ადამიანი შეიკრიბა ახალი ლიდერის ასარჩევად, თუმცა ისინიც გაქრნენ. ახლა აღარავის სურს ლიდერობა. ეს არის იმ პოლიტიკური თანამდებობის ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, რომლის დაკავებაც მსოფლიოში არავის სურს, რადგან ძალიან სახიფათოა. ჩემი სამუშაოდ სახიფათოა, მაგრამ მათი კიდევ უფრო მეტად. ახლა ირანს აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისადმი გაჟღერებულ მუქარებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამით ისარგებლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკა და მთელი მსოფლიო მალე ბევრად უსაფრთხო და დაცული იქნება. ისინი შეთანხმდნენ, რომ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. დანარჩენს ვნახავთ. მათი ზოგიერთი ელექტროსადგურის განადგურებას ვაპირებდით ხვალ, მაგრამ ამას არ ვიზამთ. გადავდებთ. ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ტენესის შტატში ჩავიდოდა, მან აეროდრომზე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვებს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებითაც. რა სიტყვით ჰორმუზის სრუტეზე, მას ვინ გააკონტროლებს? თუ ეს საქმე გამოვა, ძალიან მალე გაიხსნება. რამდენად მალე? დაუყოვნებლივ. და ვინ გააკონტროლებს მას? ირანს კვლავ ექნება საშუალება გააკონტროლოს ნავთობის ნაკადი. ერთობლივად გაკონტროლდება. ვის მიერ? შეიძლება ჩემ მიერ, ჩემსა და იმ აიათოლას მიერ, ვინც იქნება შემდეგი. ასევე მოხდება რეჟიმის სერიოზული ცვლილება. სიმართლე გითხრათ, ყველა ვინც რეჟიმის ლიდერი იყო მოკლულია. რეჟიმის ცვლილება ხდება ავტომატურად, მაგრამ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სანდოდ და გონიერად მივიჩნევ. შეხედეთ ვენესუელას. იქ ყველაფერი კარგად გვაქვს ნავთობთან და არჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაძლოა ვინმე მსგავსი ირანშიც ვიპოვოთ. Maybe we find somebody like that in Iran. რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება 5 დღით გადაედო დარტყმები ირანის ენერგოობიექტებზე, რაც თეირანის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან შეფასდა როგორც ენერგობაზრის დასტაბილურების მეთოდი და ამ თვალსაზრისით გარკვეული სარგებლის მიღება. თეირანის სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებს, რომ თითქოს ტრამპის ეს ნაბიჯი არის ირანელი მაღალჩინოსნების მკაცრი გაფრთხილების შედეგი. როგორც აღმოჩნდა განსხვავებით ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმებისა, მისი მოლაპარაკებების გზის დასრულების თაობაზე ვაშინგტონის მოკავშირეებს მცირე ინფორმაცია მაინც მიაწოდეს. ასეთი მაგალითად დიდი ბრიტანეთი, რომელიც მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდებდა და თავად უარს ამბობდა სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე.